ესე იგი 4 მართკუთხედი გვაქვს გასაკეთებელი. ფუნქციას უნდა შევქმნათ, ასევე უნდა ვკითხოთ სიგრძე თუ რა სიგრძის მართკუთხედი დახატოს. პირველ რიგში აი აქ უნდა მოვიყვანოთ ჩვენი კლუ, ამიტომ დავუწეროთ pen up და set position. Set position-ი აი ამ წერტილზე კლუ ხომ დასაწყისში ცენტრში არის 0-დან 0-ზე კოორდინატებით. აი ამ წერტილზე -200 და -200 არის. -200 და -200. შემდეგ აქ უკვე უნდა დავიწყოთ კვადრატის დახატვა, უკვე უნდა ვკითხოთ თუ რა ზომის კვადრატი დახატოს და ამიტომ შეგვიძლია შევქმნათ სვლადი, მაგალითად square length დავარქვათ უდრის და აუცილებლად აქ უკვე სვლადი არის რიცხვი, ხო? ინტეჯერი. ამიტომ აქ უნდა დავწეროთ int input, ანუ მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს აუცილებლად რიცხვი. int input გავხსენით ჭალი და enter მაგალითად length შეიყვანე სიგრძე, ხო? length რა სიგრძის უნდა იყოს ჩვენი კვადრატი. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავხატოთ ერთი კვადრატი და უნდა წავიდეთ წინ და აქ მეორე დავხატოთ, მესამე და მეოთხე. ამიტომ 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ სულ კვადრატის დახატვის ფუნქცია, ხო? ამიტომ გვინდა ჩვენ for I in orange ჩავსვათ 4, გადავიდეთ გვერდით 4 წერტილი და ქვევით ჩამოვიდეთ. როდესაც აქ შევეკითხებით უკვე რა სიგრძის მართკუთხედი დახატოს, კალამი აქვს აღებული კლუს, ამიტომ პირველ რიგში pen down გვინდა და შემდეგ შევქმნათ ფუნქცია და ამ ფუნქციას მაგალითად დავარქვათ rect ქვედატირე draw. draw rect. ჩამოვიდით ქვევით, აქ define rect ქვედატირე draw ქვედატირე გადავიდეთ გვერდით 2 წერტილი და ინტერს დავაჭირეთ. ახლა რას ვაკეთებ? თუ მართკუთხედი გვინდა რომ დავხატოთ, ესე იგი წინ უნდა წავიდეს square length-ის მანძილით, ანუ მომხმარებელი რასაც შეიყვანს იმდენი პიქსელით უნდა წავიდეს წინ, მოbrunდეს მარცხნივ, ისე წინ წავიდეს, მოbrunდეს მარცხნივ, ისე წინ, მოbrunდეს მარცხნივ, ისე წინ და ისე მოbrunდეს მარცხნივ. ანუ forward-ი აი ამ მანძილით square length-ით და left-ი 90 გრადუსით გვიმეორდება, აი მაგალითად მივდიდეთ 50, ხო? rect draw სხვანაირად მაქვს დაწერილი rect draw Ctrl+C rect თუ მაგალითად წავიდა აქ 50 მივდიდე enter წავიდა წინ და 4-ჯერ გააკეთა კი ბატონო ეს, მაგრამ მე მინდა რომ ეს კიდევ 4-ჯერ გააკეთოს, ანუ წინ წავიდეს და აქაც გააკეთოს მართკუთხედი, წინ წავიდეს, აქაც გააკეთოს მართკუთხედი, წინ წავიდეს, აქაც გააკეთოს მართკუთხედი და ისევ ქვევით ჩამოვიდეს. ეს რომ დავაკომენტაროთ, კონტროლ კითხვის ნიშანი გავუშვათ. ეს shift-აბით უკან დავწიეთ, გავუშვათ და აი აქ მაგალითად 50 მივდივარ enter. ხომ წავდა წინ და მოbrunდა მარცხნივ და აქ გაჩერდა. ესე იგი, ეს კოდი ჩვენ უნდა გავაკეთოთ 4-ჯერ, ანუ ეს უნდა ჩავსვათ for I in range-ში 4-ჯერ. იმიტომ რომ 4 ხაზი აქვს კვადრატს და 4-ჯერ უნდა გაიმეოროთ წინ წასვლა და მარცხნივ მომბრუნება, ანუ tabs დავაჭიროთ ახლა და მოვციოთ მარცხნივ. ახლა ეს for-ი რატომ დავაკომენტარე, მაგასაც მივხვდებით. გავუშვით მაგალითად 20 minutით enter-ი, წავიდა და დახატა ეს 20 პიქსელის სიგრძის მქონე კვადრატი. ახლა აქედან აქ უნდა წავიდეს და მარცხნივ მომბრუნდეს, ხო? ეს შეგვიძლია უკვე აი აქედან დავწეროთ, ანუ როდესაც ეს for-ი დასრულდება, ანუ ერთ კვადრატს როდესაც დახატავს, გადმოვიდეთ აქ და აქ უნდა დავწეროთ ახლა კოდი, რომ ეს წავიდეს აი ამ პოზიციაში და მომბრუნდეს მარცხნივ. ანუ პირველ რიგში pen up გვინდა pen up, რომ ქვედა ხაზზე არ გაავლოს ეს ხაზი
მერე forward-ი გვინდა forward და როგორც იცით აქედან აქამდე მანძილი 400 პიქსელია, იმიტომ რომ ცენტრში როდესაც არის 0-დან 0-ია, ცენტრიდან მარცხნივ -200-ია, ცენტრიდან მარჯვნივ 200-ია და მთლიანად პიქსელი 400-ია, ხო? ანუ 400 პიქსელით წავიდეს წინ. შემდეგ pen down დადოს კალამი და left 90 გრადუსით. გავუშვათ, მივუთითეთ მაგალითად 40, enter დახატა 40, წავიდა წინ, მობრუნდა მარცხნივ და აი ეს ახლა რაც გააკეთა, ეს უნდა გაიმეოროს 4-ჯერ, ანუ დახატოს კვადრატი, წავიდეს წინ, დახატოს კვადრატი, წავიდეს წინ, კიდევ დახატოს, წავიდეს და კიდევ დახატოს და წავიდეს, ანუ 4-ჯერ უნდა გაიმეოროს. ანუ ზუსტად ეს ფორი გვჭირდება აქ ამისათვის. ახლა გავუშვათ, მივუთითეთ 60, აქ როგორც ხედავთ მოვხსენი კომენტარი და ეს ტაბით გამოვწიე წინ. რანს დავაჭირე 60 დავწერე enter დახატა 60 პიქსელის მქონე კვადრატი და 4-ჯერ გააკეთა. ძალიან კარგი. შეგვიძლია აქ speed-ის მივუთითოთ, speed, მაგალითად 0 რო დავწეროთ, ყველაზე ჩქარი არის 80, enter, კაც, ეგრევე გააკეთა. Submit continue და წესით უნდა ჩაგვითვალოს.